ამ ვიდეო ლექციაში მე მინდა ვისაუბრო მონაცემთა ბაზისის, ესე იგი ფიზიკური ფაილებისა და ფაილების ჯგუფების არქიტექტურის შესახებ. საერთოდ, ესე იგი, როდესაც ჩვენ ვიხილავთ მონაცემთა ბაზას, აი თუნდაც ახლა აქ მენეჯმენტის სტუდიაში გვაქვს ჩვენ გახსნილი ჩვენი სერვერი და განვიხილოთ მონაცემთა ბაზა Northwind-ი. ნებისმიერ მონაცემთა ბაზას ემსახურება ფიზიკური ფაილები. აი ამ ლოგიკურ სურათზე Object Explorer-ში ჩვენ ხედავთ Northwind-ს, რომელსაც ემსახურება შემდეგი სახის, ესე იგი ფიზიკური ფაილები. მე შემიძლია გამომიძახო კონტექსტური მენიუ და შესაბამის, ესე იგი, დიალოგზე database properties მე შემიძლია მოვძებნო ფაილები და აი ჩვენ ხედავთ, რომ ორი ფაილი ემსახურება ჩვენს მონაცემთა ბაზას. ეს ფაილები განლაგებულია D დისკზე, შესაბამის, ესე იგი, Pavle ფოლდერში. მე ახლა ამ ფოლდერსაც გავხსნი. ეს არის, ესე იგი, D დისკზე Pavle აი ეს ფოლდერი და ჩვენ ხედავთ ამ ორ მონაცემთა ბაზების Northwind მონაცემთა ბაზის, ესე იგი, ფაილს, რომლებიც ემსახურება ფიზიკური დონეა ეს ფაქტიურად, ემსახურება აი ამ ჩვენს მონაცემთა ბაზას Northwind-ს. SQL სერვერზე მონაცემთა ბაზებს ემსახურება სამი ტიპის ფაილი. სამი სხვადასხვა ტიპის ფაილი. ესენი არიან თავარი ფაილი, მონაცემთა თავარი ფაილი, მეორადი ფაილები, მონაცემთა მეორადი ფაილები, ანუ და ტრანზაქციების ჟურნალი, სარეგისტრაციო ჟურნალი. მოდით დავიწყოთ თავარი ფაილით. თავარი ფაილი, მონაცემთა თავარი ფაილი არის გაფართოებით MDF-ი. აი მაგალითად, ახლა ჩვენ სიტუაციაში აი Northwind-ის მონაცემთა ბაზის მთავარი ფაილი არის აი ეს Northwind MDF. ეს არის ფაქტიურად საწყისი წერტილი ჩვენი მონაცემთა ბაზისთვის. აქ არის განთავსებული ისეთი მონაცემები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მონაცემთა ბაზისთვის. ერთდროულად, ესე იგი, ამ ფაილში არის ასევე განთავსებული მონაცემები სხვა ფაილების შესახებაც. ნებისმიერ მონაცემთა ბაზას მხოლოდ ერთადერთი მთავარი ფაილი აქვს, გაფართოებით, ესე იგი, MDF-ი. და ეს გაფართოებაც რეკომენდირებულია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ შესაძლებელია სხვა გაფართოებაც დაუნიშნოთ ჩვენ, მაგრამ მაინც რეკომენდაციების შესრულება ჯობია. ეხლა რაც შეეხება მეორად ფაილებს. მეორადი ფაილები, აი ჩვენს აი ამ სიტუაციაში Northwind-ს არ გააჩნია, მაგრამ ნებისმიერი სხვა, ესე იგი, ფაილი, რომელშიც იქნება განთავსებული ასევე მონაცემები და არა ტრანზაქციების, ასე ვთქვათ, რეგისტრაცია განხორციელდება, ეწოდება მეორადი მონაცემთა ფაილი. მეორადი მონაცემთა ფაილი შესაძლებელია მრავალი გააჩნდეს მონაცემთა ბაზას. მისთვის, ესე იგი, რეკომენდირებულია გაფართოება NDF-ი. აი ახლა მე აქ შემოვიტან, ესე იგი, აი ასეთი სახის მოთხოვნების, ესე იგი, ფანჯარას და ჩავწერ, ესე იგი, გაფართოებას. გაფართოება რეკომენდირებულია NDF-ი. ანუ მე შეიძლება მქონდეს ასეთი რაღაცა ფაილი, მაგალითად, ესე იგი, ფაილი მაგალითად 1, რომელსაც აქვს აი ესეთი NDF გაფართოება. მაშინ, როდესაც, ესე იგი, თავარ ფაილს, პირველ ფაილს, ესე იგი, მონაცემთა თავარ ფაილს გაფართოება არის MDF-ი. და მესამე ტიპის, ესე იგი, ფაილები, რომლებიც ემსახურება მონაცემთა ბაზას, ეს არის ტრანზაქციების სარეგისტრაციო ჟურნალი. აი მაგალითად Northwind-ზე
ეს გვაქვს ჩვენ ეს ფაილი nofind მონაცემთა ბაზას, რომელიც ემსახურება ფიზიკური ფაილი nofind ldf. ანუ ტრანზაქციების, ასე ვთქვათ, სარეგისტრაციო ჟურნალის ფაილის გაფართოება ldf. ესეც, რა თქმა უნდა, რეკომენდაციის მიხედვით, რომ ასეთი გაფართოება იყოს. SQL server-ზე სულ მონაცემთა ბაზის სულ ყველა ფაილების შესახებ ინფორმაცია ჩაწერილია. ესე იგი, როგორც თავარ ფაილში, თვითონ მონაცემთა ბაზის თავარ ფაილში, ну, ჩვენ შემთხვევაში, აი ამ თავარ ფაილში, რომელიც გაფართოება არის MDF-ი და რომელიც ჩვენს ფოლდერში აგერ არის ეს ფაილი. და ასევე ყველა მონაცემთა ბაზის, აი nofind-ის მონაცემთა ბაზის ფაილების შესახებ ინფორმაცია ასევე არის დაფიქსირებული master მონაცემთა ბაზაში, აი სისტემურ მონაცემთა ბაზაში. SQL server-ის მონაცემთა ბაზის ძრავი ძირითადად გამოიყენებს, ну, უმეტესწილად თავის მუშაობის დროს იყენებს ინფორმაციას, რომელიც დაფიქსირებულია master მონაცემთა ბაზაში, აი სისტემურ მონაცემთა ბაზაში. მაგრამ მონაცემთა ბაზების ძრავი უბრუნდება, ესე იგი თვითონ მონაცემთა ბაზის თავარ ფაილს, აი ამ ძირითად ფაილს და აქედან ახდენს ინფორმაციის გაატანას, ინიციალიზაციას, ფაილების სხვა დანარჩენი, უბრალოდ სულ ყველა ფაილების შესახებ, ადგილმდებარეობის შესახებ, აი ამ ინფორმაციის გაატანას master მონაცემთა ბაზაში, შემდეგი სიტუაციების დროს. ესე იგი, როდესაც ხდება მონაცემთა ბაზის მიერთება, ვთქვათ, ანუ სრულდება create database ბრძანებით for attach, ანუ მიერთება ხორციელდება. ამ შემთხვევაში, ესე იგი, მიერთებისას თვითონ აი ამ ფაილიდან, თავარი ფაილიდან, მონაცემთა ბაზის თავარი ფაილიდან გადადის ინფორმაცია master სისტემურ მონაცემთა ბაზაში. ასევე master სისტემურ მონაცემთა ბაზაში გადადის ინფორმაცია ფაილთან მდებარეობის შესახებ აი ამ თავარი ფაილიდან იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ SQL server-ის ვერსიის ცვლილებას. გადავდივართ მაგალითად უფრო ახალ ვერსიაზე. ან და ისეთ სიტუაციებშიც, როდესაც თვითონ master სისტემური მონაცემთა ბაზა განიცდის აღდგენის პროცესს. ანუ ჩვენ ვახორციელებთ მის აღდგენას და ამ შემთხვევაშიც მაგალითად ჩვენ შემთხვევაში nofind მონაცემთა ბაზის სულ ყველა ფაილების შესახებ ინფორმაცია გადადის აღდგენილ, ესე იგი master-ში, უშუალოდ აი ამ თავარი ფაილიდან ჩვენი nofind მონაცემთა ბაზისა, რომლის გაფართოება არის MDF-ი. თითოეულ ფაილს, მონაცემთა ბაზის ფაილს გააჩნია ორი სახელი. ერთ-ერთი ლოგიკური სახელი და ოპერაციული სისტემის, ასე ვთქვათ, ფიზიკური ფაილის სახელი. აი მაგალითად, აქ ჩვენ ცალსახად გვაქვს დაფიქსირებული, აი ამ სვეტში, ესე იგი ლოგიკური სახელები ორივე ფაილისთვის, ხოლო თვითონ ფიზიკური სახელი, რომელიც მოიცავს, ასე ვთქვათ, მისამართსაც, ну, აი ამ ორი სვეტის გაერთიანება იქნება ფაქტურად დისკი, ესე იგი Pavle folder-ი და nofind MDF-ი, ვთქვათ, თავარი ფაილისთვის. ეს არის უშუალოდ ოპერაციული სისტემის, ასე ვთქვათ, ფიზიკური ფაილის სახელი. ეხლა ლოგიკურ სახელს ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ transact SQL კოდში მოვიხსენიოთ უშუალოდ ეს ფიზიკური ფაილი. ანუ არ არის საჭირო მთლიანი მისამართის დაფიქსირება, რომელ ფაილზეა საუბარი, ჩვენ შეგვიძლია ლოგიკური სახელების გამოყენება. SQL server-ის მონაცემების ფაილიც და ტრანზაქციების ჟურნალის ფაილით შესაძლებელია განმალაგოთ, ესე იგი დისკებზე, სადაც ფაილური სისტემა შესაძლებელია იყოს fetch, ასეთი ტიპისა,
ახლა NTFS-იც. ესე იგი. Ну, რა თქმა უნდა, NTFS სისტემა უსაფრთხოების თვალსაზრისით ჯობია. ამ ფაილების განსათავსებლად. განამის უნდა ითქვას, რომ თუ ჩვენ საკითხვა ჩაწერის ასე ვთქვათ ფაილებთან აგვაქვს საქმე და log ფაილებთან აგვაქვს საქმე, რომლებიც ესე იგი რეჟიმში ჩაწერა საკითხვა ხორციელდებიან, არ შეიძლება გამოყენება კომპრესიის მქონე ფაილთა სისტემისა. ხოლო თუ ჩვენ ესე იგი გვაქვს რეჟიმი მხოლოდ და მხოლოდ საკითხვისა, ასეთი რეჟიმი ჩართული, მაშინ შესაძლებელია განთავსდეს კომპრესიის მქონე დისკებზეც, ესე იგი, ასეთ ფაილურ სისტემაშიც. მონაცემთა ფაილები, ანუ აი ეს ფაილები, რომელთაც გაფართოება აქვთ MDF-ი და NDF-ი, მათი აი ამ ფაილების, ესე იგი, ფიზიკური სტრუქტურა ფაქტურად წარმოდგენილია გვერდების სახით, page, გვერდების სახით. თითოეული გვერდი წარმოადგენს თითოეულ გვერდს გააჩნია ზომა, რომელიც არის, ესე იგი, 8 კილობაიტი. 8 კილობაიტიანია თითოეული გვერდი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაგალითად თუ ჩვენ გვაქვს ფაილი 1 მეგაბაიტი, ასეთი ზომისა, რა თქმა უნდა, ეს შეესაბამება 128 გვერდს. 128 გვერდს. შეიძლება ამისი მარტივი გადათვლა. გვერდები მონაცემთა ფაილში ინომრება თანმიმდევრულად. ნუმერაცია იწყება, ესე იგი, 0-დან იწყება და გრძელდება, ну, გარკვეულ რაღაცა რიცხვამდე, n-მდე. საწყისი პირველი ესე იგი გვერდი ყოველთვის არის ნომრით 0. ახლა უნდა ითქვას, რომ თითოეულ ფაილს, მონაცემთა ბაზის ფაილს გააჩნია თავისი უნიკალური იდენტიფიკატორი. ასეთი რიცხვი. და გვერდის ცალსახად იდენტიფიცირების მიზნით გვერდის ასე ვთქვათ იდენტიფიკატორში მოიხსენიება როგორც ესე იგი ფაილის იდენტიფიკატორი უშუალოდ, ასევე თვითონ გვერდის ნომერი. აი მაგალითად სურათზე, რომელსაც ახლა ჩვენ წარმოვადგენთ, გამოსახულია ესე იგი მონაცემთა ფაილები, რაღაც გარკვეული მონაცემთა ბაზის. ერთ-ერთი ფაილი არის თავარი მონაცემთა ფაილი და მეორადი მონაცემთა ფაილი. თავარი მონაცემთა ფაილის იდენტიფიკატორი არის 0.1 და შესაბამისად თუ მისი ასე ვთქვათ ზომა არის 4 მეგაბაიტი, როგორც ამ სურათზეა, ესე იგი მაგალითში მოყვანილი, მაშინ გვერდების ნომრები, გვერდების იდენტიფიკატორები ასეთ სახით ჩაიწერება. ესე იგი გვაქვს იდენტიფიკატორი ფაილისა, შემდეგ ნომერი გვერდისა, იდენტიფიკატორი ისევ ფაილისა, რადგანაც ისევ ამ ფაილზეა საუბარი და შემდეგი ნომერი და ასე შემდეგ. ну, რახან 4 მეგაბაიტია, ну, რასაკვირველია, სულ რაოდენობა, ესე იგი გვერდებისა იქნება 512 და შესაბამისად, რადგანაც ესე იგი 0-დან იწყება ნუმერაცია, საბოლოო ნომერი, რომელიც აი ამ იდენტიფიკატორში შედის გვერდის, დაფიქსირდება 511. მეორადი ფაილი, რომელიც აქ არის მოყვანილი, მისი იდენტიფიკატორი ასე ვთქვათ, ამ ფაილის არის 0.2 და ამ სურათზე დაფიქსირებულია სიტუაცია, როდესაც აი ამ ფაილის
ზომა არის 1 მეგაბაიტი და შესაბამისად იდენტიფიკატორები გვერდებისა ასეთი სახით იქნება ჩაწერილი თითოეული გვერდისთვის, ესე იგი 020000 02 პირველი 02 მეორე და ასე შემდეგ საბოლოო არის 0227 გვერდი. თითოეულ ფაილში, ესე იგი პირველი გვერდი თითოეული ფაილისა, ამ ორი ფაილიდან აი პირველ გვერდებში დაფიქსირებულია. ფაქტურად წარმოადგენს ესე იგი ფაილის შესაბამისი ფაილის სათაურს და ის მოიცავს ინფორმაციას შესაბამისი ფაილის ატრიბუტების შესახებ. სხვა დანარჩენი რამდენიმე დანარჩენი ესე იგი გვერდებით თითოეულ ესე იგი ფაილში დასაწყისში, საწყისი ნომრებით ასევე მოიცავენ სისტემურ ინფორმაციას, ისეთებს როგორიც მაგალითად გამოყოფილი სივრცის რუკა და სხვა. ერთ-ერთი აი ამ სისტემური გვერდებიდან, რომლებიც ინახება როგორც ესე იგი მთავარ ფაილში, მონაცემთან მთავარ ფაილში და ასევე პირველ ტრანზაქციების ჟურნალის ფაილში წარმოადგენენ მონაცემთა ბაზის ჩატვირთვის გვერდებს, რომლებიც მოიცავენ მონაცემთა ბაზის შესახებ ინფორმაციას. მოდით აი ამ გვერდების შესახებ მე უფრო დეტალურად ერთ-ერთ მომავალ ვიდეო კლიპში ვისაუბრებ. მონაცემთა ბაზის ყველა ფაილი შესაძლებელია გავზარდოთ ავტომატურად ზომის მიხედვით, ესე იგი. ეს ზომა ამ ზომის ზრდის ასე ვთქვათ, ნაბიჯი განისაზღვრება იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ამ ფაილს ვქმნით. აი მაგალითად, აი აქ გამოტანილი გვაქვს ჩვენ მონაცემთა ბაზის ნოფინდის, ესე იგი, თვისებების დიალოგი და აქ ჩვენ ვხედავთ, რომ საწყისი ზომები ნოფინდის მონაცემთა ბაზის და ტრანზაქციების ჟურნალის ფაილებისა იყო 4 მეგაბაიტი ორივეს ამ შემთხვევაში აი ტოლია. და აქვე არის დაფიქსირებული თუ რა სახით უნდა გაიზარდოს ავტომატურ რეჟიმში ეს შესაბამისი ფაილები. აქ არის დაფიქსირებული თქვათ 1 მეგაბაიტი და შემოუსაზღვრელი ხოლო ტრანზაქციების ჟურნალისთვის 10% და შემოუსაზღვრელი ისევე ესე იგი ზრდა. რა თქმა უნდა, შემოუსაზღვრელი ზრდა ნიშნავს იმ ფაქტს, რომ რეალურად ის შემოსაზღვრელი იქნება იმ დისკის შესაძლებლობით, რომელზეც ეს ფიზიკური ფაილები ინახება. ეხლა მე მინდა ვისაუბრო ფაილთა ჯგუფებზე. აი მე გადავალ აქ, ესე იგი აი ამ გვერდზე ფაილთა ჯგუფები, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთადერთი ფაილთა ჯგუფია, მთავარი ფაილთა ჯგუფი, რომელშიც ესე იგი ერთი ფაილია და ეს ფაილი არის ჩვენი მთავარი ფაილი. ესე იგი ფაილთა ჯგუფები ფაქტურად წარმოადგენენ ახორციელებენ დაჯგუფების შესაძლებლობას ჩვენი მონაცემთა ფაილებისთვის. ეს დაჯგუფება მნიშვნელოვანია, როდესაც ესე იგი ჩვენ ვიხილავთ ამ ფაილების განაწილებას დისკებზე, უშუალოდ ესე იგი ფიზიკურ დისკებზე და ასევე ადმინისტრაციული მიზნებისთვისაც. ჩვენ გვაქვს სულ ფაილთა ჯგუფების ორი ტიპი. ერთი არის მთავარი ფაილთა ჯგუფი. მთავარი ფაილთა ჯგუფი ეწოდება იმ ფაილთა ჯგუფს, რომელიც მოიცავს ესე იგი მთავარ ფაილს, მონაცემთა მთავარ ფაილს. და ის შეიძლება მოიცავდეს ასევე სხვა მონაცემთა ფაილებსაც, რომლებიც არ არის სხვა მომხმარებლის მიერ შექმნილ ფაილთა ჯგუფებში გადანაწილებული. მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, აი ჩვენ მთავარი ესე იგი ფაილთა ჯგუფი ის არის, რომელშიც მდებარეობს ეს MDF გაფართოების მქონე ესე იგი ფაილი.
აი ამ თავარ ფაილთა ჯგუფში თავსდება ყველა გვერდი, რომელიც ესე იგი სისტემური ცხრილების, ასე ვთქვათ, მონაცემებს მოიცავენ. ყველა სისტემური ცხრილის მონაცემები თავსდება აი ამ თავარ ფაილთა ჯგუფში, რომელიც აი აქ ჩვენთან ესე იგი primary აი Nolfin's მაგალითზე. ცოტა მოგვიანებით ჩვენ ერთ-ერთ ესე იგი კოდს მოვიყვანთ, სადაც შევქმნით რამდენიმე ფაილი და ფაილთა ჯგუფებით ესე იგი მონაცემთა ბაზას. თავარი ფაილთა ჯგუფის გარდა, primary ფაილთა ჯგუფის გარდა, შესაძლებელია იყოს ესე იგი მონაცემთა ბაზაში მომხმარებლის მიერ შექმნილი ფაილთა ჯგუფები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას მონაცემთა ბაზაში მისი შექმნის დროს ან შემდგომ ესე იგი old database ბრძანების ესე იგი გამოყენებით. უნდა ითქვას, რომ ტრანზაქციების ჟურნალის ფაილი, რომელსაც გაფართოება აქვს ესე იგი LDF-ი, არც ერთ ფაილთა ჯგუფში არ შედის. ანუ სივრცე ტრანზაქციების ჟურნალისა და მონაცემთა ფაილის ესე იგი სივრცე განსხვავებულია ერთმანეთისაგან, სხვა სივრცეებში ხდება მათი მართვა. არც ერთი ფაილი არ შეიძლება მონაცემთა არც ერთი ფაილი არ შეიძლება იმყოფებოდეს ერთდროულად ერთ ჯგუფზე მეტში. ისინი მხოლოდ ერთ-ერთ ჯგუფში იმყოფებიან ფაილთა ჯგუფში. ერთ-ერთი ფაილთა ჯგუფი წარმოადგენს ასე ვთქვათ, დეფოლტურ ფაილთა ჯგუფს. ნუ ამ შემთხვევაში აქ ერთადერთი ფაილთა ჯგუფია და რა თქმა უნდა დეფოლტური შესაბამისად არის ეს ფაილთა ჯგუფი. აი ამ დეფოლტური ფაილთა ჯგუფის განსაზღვრა შეუძლია ნებისმიერ წევს DB owner აი ამ ფიქსირებული როლისა, მონაცემთა ბაზის როლისა. მოდით ახლა მე უშუალოდ ესე იგი კოდს განვიხილავ, ერთ-ერთ კოდს ეს მოვიყვან აქ და ამ კოდის მიხედვით ჩვენ ესე იგი გარკვეულ საკითხებსაც გავარჩევს. მე მინდა აი ესეთი კოდი ესე იგი შევასრულო და შევქმნა მონაცემთა ბაზა. აი ესეთ კოდს ავიღებ. ეს კოდი უნდა დავიმახსოვროთ, უნდა ვესმოდეს მისი შინაარსი და მე ახლა გავარჩევ ამ კოდს. ამ კოდით ჩვენ ვქმნით მონაცემთა ბაზას, რომელსაც მე სახელი დავარქვი MyDB. ნუ გადადის ესე იგი კონტექსტი master მონაცემთა ბაზაზე, რადგან ჩვენ ახალ მონაცემთა ბაზას ვქმნით. მე ვიყენებთ create database ამ ბრძანებას და მივაყოლებთ ესე იგი სახელს მონაცემთა ბაზის. აქ ვაფიქსირებთ შემდეგ ესე იგი მთავარ ჯგუფს, ფაილთა მთავარ ჯგუფს, რომელშიც ესე იგი აი ახლა ჩვენ სიტუაციაში აი ეს რაც ახლა მე მოვნიშნე აღწერს პარამეტრებს მთავარი მონაცემთა ფაილისა, რადგან მისი გაფართოება არის MDF-ი. აი ლოგიკური სახელი არის MyDB primary ამ ფაილისთვის, თვითონ ფაილის სახელი ოპერაციული სისტემის ესე იგი ველში თვითონ დისკზე არის აი ესეთი ამ მისამართი და შესაბამისი სახელი გაფართოებით MDF-ი. საწყისი ზომა 4 მეგაბაიტი, დაფიქსირებულია მაქსიმალური ზომა, ანუ აქ არ არის ესე იგი ზრდა unrestricted 10 მეგაბაიტით არის დაფიქსირებული და 1 მეგაბაიტი არის ნაბიჯი ავტომატური ზრდის ამ ფაილისა. ესე იგი ეს ფაქტიურად არის განსაზღვრა თავარი ფაილთა ჯგუფის ერთი თავარი ფაილის შიგნით. შემდეგ მოდის მეორე ფაილთა ჯგუფი, file group, ეს დარეზერვირებული სიტყვა. მოდის ესე იგი თვითონ აი ამ ფაილთა ჯგუფის ესე იგი სახელი და ჩამოთვლილია აქ ჩვენ ვხედავთ ორი ფაილი, რომლებიც ამ ფაილთა ჯგუფში იქნება ჩართული. ერთი ფაილი არის აი ესეთი
ლოგიკური სახელით, აი მისი მისამართი მთლიანად ესე იგი ასე ვთქვათ, სრული სახელი ამ ფაილისა დისკზე, გაფართოება მისი არის NDF-ი. Ну, აქაც პარამეტრებია საწყისი ზომა, მაქსიმალური ზომა და PG, PG ზრდისა. და კიდე მეორე ფაილია ამ ფაილთა ჯგუფში. აი ამ ფაილთა ჯგუფში. ესე იგი, რომელსაც ასეთი სახელი აქვს და რომელსაც აი იგივე გაფართოება, ოღონდ სახელებში განსხვავება, რა თქმა უნდა. და აქაც პარამეტრებია დაფიქსირებული. და ტრანზაქციების ჟურნალი log on და აქაც დაფიქსირებულია ტრანზაქციების ესე იგი ჟურნალის ფაილის პარამეტრები. და ბოლოში მე ესე იგი ჩავწერე კოდი, რომელიც ფაქტიურად აი ამ წინა ნაწილის მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზაში უკვე შეიტანს ცვლილებას alt database mydb და ასრულებს ასეთ რაღაცას, ესე იგი მოდიფიცირებას აკეთებს ფაილთა ჯგუფის აი ამისას mydb file group 1 და ამას ესე იგი მიანიჭებს დეფოლტურ ჩათვლის ესე იგი დეფოლტურ ფაილთა ჯგუფს. მოდით აი ერთად შევასრულოთ ახლა ეს კოდი. ესე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ჩვენ გვექნება აი ესეთი სახის ესე იგი მთავარი მონაცემთა ფაილი, რომელიც primary ფაილთა ჯგუფში იქნება და მეორადი მონაცემთა ფაილები 2, რომელიც აი ამ ფაილთა ჯგუფში იქნება. თანაც ეს ფაილთა ჯგუფი იქნება დეფოლტური უკვე აი ამ კოდის შესრულების შედეგად, ხოლო ტრანზაქციების ჟურნალის ფაილი დაფიქსირებული აი ამ კოდით. ეს კოდი თვითონმა სტუდენტმა უნდა იცოდეს, ესე იგი და შეეძლოს ამ კოდის გამოწერა სხვადასხვა სიტუაციებში. აი ახლა მე მოვნიშნავ ამას, მთლიანად და ვასრულებ. შესრულდა. მე ახლა აქ მონაცემთა ბაზებს ესე იგი განვაახლებ, აი მე დავინახე ჩემი მონაცემთა ბაზა, რომელიც ახლა შევქმენით. მე გამოვიტა ამ მონაცემთა ბაზის ესე იგი თვისებებს და მე უკვე შემიძლია აქ დავინახო ფაილებში, რომ მართლაც ჩვენი მონაცემთა ბაზა შედგება 4 ფაილისგან, აი ეს არის ესე იგი მთავარი ფაილი, primary ფაილი, 2 მეორადი secondary მეორადი ფაილია, გაფართოებით NDF-ი და 1 ტრანზაქციების ესე იგი ჟურნალის ფაილი. თანაც ხედავ, რომ primary ფაილთა ჯგუფში ესე იგი მარტო ეს ერთი ფაილია და დანარჩენი ეს 2 ფაილი ფაილთა ჯგუფშია mydb file group 1. ანუ ფაილთა ჯგუფებშიც რო გადავიდე, მე ვხედავ, რომ იქ არის ესე იგი 2 ფაილთა ჯგუფი, ერთში ერთი, მეორეში 2 ფაილია, თან დეფოლტური ზუსტად ესე იგი, აი ჩვენი ეს mydb fg1-ია. ანუ ჩვენი მონაცემთა ბაზა აი იმ პარამეტრებით ესე იგი რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ აი ამ კოდში შეიქმნა. ეხლა მე ავიღებ და აი ჩვენს მონაცემთა ბაზაში უბრალოდ ესე იგი შევქმნით ცხრილს. ძალიან მარტივ ასე ვთქვათ, ცხრილს. ჩვენი მონაცემთა ბაზა უკვე შექმნილია, ამიტომ მე მოდით აი აქ ასეთ ხაზს გავავლებ. ამიტომ მე გადამაქვს კონტექსტი ჩვენს უკვე შექმნილ მონაცემთა ბაზაზე use mydb და ვქმნით ცხრილს, ჩვეულებრივ ჩვენთვის უკვე ცნობილი კოდის გამოყენებით create table, სახელი ცხრილისა და აქ არის ფაქტიურად ესე იგი ჭრილებში ჩამოთვლილი 2 სვეტი column A და column B, column და column B. პირველი არის ესე იგი მონაცემების ესე იგი ტიპისა int, თან ესე იგი primary key, თავად გასაღების შეზღუდვას უნიშნავთ და მეორე, რომელიც არის აი char ტიპისა. ნუ ელემენტარული ცხრილია, ჩვენ ახლა გვაინტერესებს აი თვითონ ამ ცხრილის შექმნა. მაგრამ აი ამ სვეტების ასე ვთქვათ,
დასახელების შემდეგ მე აქ ვაფიქსირებ უშუალოდ რომ ეს ცხრილი უნდა შეიქმნას ფაილთა ჯგუფში mydbfg1-ში. Ну, თანაც ეს ფაილთა ჯგუფი ჩვენ დეფოლტური გვაქვს. მე ახლა პრინციპში აი აქ შემიძლია აი ეს ბოლო ნაწილი, აი ამ კოდისა ესე იგი, სადაც ესე იგი დაფიქსირებულია ფაილთა ჯგუფის ესე იგი სახელი, ესე იგი წავშალო რეალურად ესე იგი. ამურშალო. მე ასეც გავაკეთებ ახლა. და ჩვენ დავწუნდებით რომ შესაბამისად მაინც დეფოლტურ ფაილთა ჯგუფში მოხდება ამ შესაბამისი ცხრილის ჩაწერა. ხოდი დაი მე მოვნიშნე ამ ცხრილის შესაქმნელი ესე იგი კოდი და ვასრულებ. ასე იგი შესრულდა მე ახლა განვაახლებ მონაცემთა ბაზას refresh-ით. რადგანაც ეს ისეთი ინერტული პანჯარა Object Explorer-ი და ნახავ აი აქ ცხრილებში. აი ჩვენი შექმნილი ცხრილი. Ну ეს ჩვენი ცხრილია, უბრალოდ ორი სვეტით არის. ერთ-ერთი primary key-ა, ის სვეტები, აი რომლებიც აქ ჩვენს კოდში ესე იგი დავაფიქსირეთ, აი ამ კოდში. და მე ახლა შევხედავ, აი რომელ ფაილთა ჯგუფშია მართლაც ეს ცხრილი განთავსებული. შესაბამისად მე ამ ცხრილის თვისებებს გამოვიძახებ და ამ თვისებებში გადავალ ესე იგი storage, აი ამ ჩანართზე. აქ სხვადასხვა ჩანართებია. მე შემიძლია გადავიდე ესე იგი storage და აი აქ ვხედავ რომელ ფაილთა ჯგუფშია. ფაილთა ჯგუფი mydbfg1, რომელიც ჩვენ ამ ჩვენს მონაცემთა ბაზაში დეფოლტური გავხადეთ. მე აქ შემიძლია ახლა განვახორციელო ასეთი რამ. ესე იგი ну, ამას თუ დავწერდი, ისედაც დეფოლტურადაც ამ ჯგუფში მიდის და ეს ფაქტურად ესე იგი პირდაპირ მაგ ფაილთა ჯგუფში აფიქსირებს. მოდით მე ახლა აი აქ ავიღებ მეორე ცხრილს და აი აქ მე ჩავწერ აი ამ primary ფაილთა ჯგუფს. ანუ მე შევეცდები primary ფაილთა ჯგუფი დეფოლტური არ არის, მაგრამ აი აქ მე მივნიშნა აი ესეთ მინიშნას ესე იგი გავაკეთებ. ანუ მოვითხოვ რომ primary ასე ვთქვათ ფაილთა ჯგუფში განხორციელდეს აი ამ ცხრილის ჩაწერა. მე ახლა სპეციალურად ჩავსვი primary სახელი ჩვენი ფაილთა ჯგუფისა აი ამ კვადრატულ ჭრილებში, რადგანაც მე გავამახვილ ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ეს არის ფაილთა ჯგუფის სახელი, ობიექტის სახელი. მე რომ ასე არ გავაკეთო და ავიღო და პირდაპირ ესე იგი მოვნიშნო ეს და ესე იგი შევასრულო, შეცდომას მივიღებ, რადგანაც ჩვენ უნდა დაუდასტუროთ აი აქ ამ კვადრატული ჭრილებით ის ფაქტი, რომ ეს არის ფაილთა ჯგუფის ესე იგი სახელი. და მე ახლა ამას შევასრულებ, შესრულდა ჩვენი ბრძანება, აი აქ უნდა გამოჩნდეს ჩვენი ეს ახალი ცხრილი mytable2, დიახ გამოჩნდა და ვნახოთ ახლა ამ ცხრილის თვისებები და დავწუნდეთ, რომ storage ეს მართლაც ესე იგი ფაილთა ჯგუფშია primary-ში. ანუ ჩვენ ხედავთ, რომ ცხრილების შექმნისას ჩვენ შეგვიძლია და სხვათა შორის სხვა ობიექტების შექმნის დროსაც კონკრეტულად დავაფიქსიროთ თუ რომელ ფაილთა ჯგუფში უნდა განხორციელდეს ამა თუ იმ ობიექტის ჩაწერა, შექმნა. თუ მაგალითად არ არის მინიშნებული კონკრეტული ფაილთა ჯგუფი, მაშინ განხორციელდება დეფოლტურ ფაილთა ჯგუფში შესაბამისი ობიექტის შექმნა, რაც ახლა ჩვენ ვნახეთ აი ჩვენს ესე იგი მაგალითზე. და ბოლოს ახლა მე მინდა აი ჩვენს მიერ ეს შექმნილი მონაცემთა ბაზის წაშლა. მე ამას განვახორციელებ, რა თქმა უნდა,
კოდის გამოყენებით ასეთი სახით. პირველ რიგში, ესე იგი, მე შევასრულებ ასეთი სახის, ესე იგი, კოდს, მე ვასრულებ შენახულ პროცედურას, სისტემურ შენახულ პროცედურას. delete database backup history ასეთი პარამეტრით ჩემი მონაცემთა ბაზის სახელს მივაწოდებ შესასვლელი პარამეტრის ესე იგი სახით. ამით ამ პროცედურის ესე იგი შესრულების შედეგად აი ამ პარამეტრის გამოყენებით წაშლილი იქნება ჩემს სერვერზე აი ამ მონაცემთა ბაზის შესახებ მთლიანი ისტორია მისი ასე ვთქვათ სარეზერვო ასლების შექმნის შესახებ. შესაბამისი შენახული ესე იგი აი ეს პროცედურა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სისტემურ მონაცემთა ბაზაში MSDB მონაცემთა ბაზაში მე შემიძლია გავხსნა შენახული პროცედურები და შესაბამისი შენახული პროცედურა მოვძებნოთ აი აქ. ესე იგი აგერ ეს შენახული პროცედურა აი შესაბამისი პარამეტრები რომელიც გააჩნია აი ამ ეს შენახული პროცედურა არ არის delete database IS არის მე ეს უფრო დავინახე რომ პარამეტრი ასე ვთქვათ რომელიც მიეწოდება ამ შენახულ პროცედურას სხვა პარამეტრი ეს არის ჩვენი შენახული პროცედურა და აქ არის ეს პარამეტრი რომელიც აქ გვაქვს ჩვენ გამოდანილი ასეთი სახით მნიშვნელოვანი ვანიჭეთ უნდა გადაეცეს პარამეტრი ესე იგი მონაცემთა ბაზის სახელი. ეს ერთი ამას შევასრულებ, ანუ ისტორიის შესახებ, ესე იგი სარეზერვო ასლების შექმნის ისტორიის შესახებ, ესე იგი ამ წასასვლელი მონაცემთა ბაზის თაობაზე წაშლილი იქნება. მე ამის შემდეგ ესე იგი მე ვასრულებ აი ასეთ სახის კოდს ფოკუსი გადამაქ ესე იგი master სისტემურ მონაცემთა ბაზაზე. აი ამ მონაცემთა ბაზაზე, სისტემურზე და ვასრულებ მონაცემთა ბაზის, ჩემ მონაცემთა ბაზის, რომელიც წასაშლელია MyDB-ს მოდიფიცირებას. ასეთი სახით, ესე იგი, მე ესე ჩავწერე აი ამ კოდს. ესე იგი alter database მოდიფიცირება ხდება აი ამ MyDB მონაცემთა ბაზის. და ეს მონაცემთა ბაზა გადაყვავს ექსკლუზიურ ასეთ წვდომაზე ერთი მომხმარებლის მიერ, ანუ ჩვენ გადავდივართ ექსკლუზიურ ასე ვთქვათ კავშირზე. თანაც აქ არის დამატებული ეს with rollback immediate ეს ნიშნავს რომ სულ ყველა ტრანზაქცია რომელიც სრულდება იმ მომენტისათვის, როცა ჩვენ აი მის შესრულებას დავიწყებთ, ესე იგი, აი ამ მონაცემთა ბაზასთან განიცდის უკან დაბრუნებას, rollback-ი მოხდება და სულ ყველა კავშირები, ესე იგი, დაიხურება. დაიხურება სულ ყველა კავშირები ჩვენს აი ამ მონაცემთა ბაზასთან. და ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ კიდევ ერთი მცირე კოდი დავამატოთ, ეს არის drop database. არის ჩვენი, ესე იგი, მონაცემთა ბაზა, რომელიც ესე იგი დაშლად ჩვენ გვინდა. აი ეს მთლიანობაში ეს კოდი, რომელიც ახლა ჩვენ ჩავწერეთ. აი ეს კოდი
შესაბამისად შეასრულებს ჩვენი მონაცემთა ბაზის წაშლას. წაშლა ნიშნავს, რომ წაიშლება, რა თქმა უნდა, ამ მონაცემთა ბაზის ყველა ფაილი. და შესაბამისი ფაილები ჩვენ ვიცით, აი, განთავსებულია აი აქ ისევ ლოკალურ დისკზე, Pavle folder-ში. აი ეს 4 ფაილი. როგორ ჩვენ თავიდანვე მოვითხოვეთ აი აქ მისამართები შესაბამისი ესე იგი ფაილებისთვის. მე ახლა ამას განვახორციელებ წაშლას და ერთდროულად აი აქეთკენ ესე იგი განვათავსებ აი ამ folder-ს, რომ ჩანდეს პარალელურად დავინახავ თუ როგორ წაიშლება ეს 4 ფაილი. შევასრულოთ ეს და დავინახე, რომ აქაც წაიშალა. შესაბამისად აქ ჯერ ჩანს, იმიტომ რომ ეს არის ინერტული Object Explorer-ი, მაგრამ თუ მე განვახორციელებ მონაცემთა ბაზების ესე იგი refresh, მე უკვე MyDB-ს ვეღარ ვხედავ. აი ამ მონაცემთა ბაზას ვეღარ ვხედავ. დღეს მე ამაზე დავამთავრე. აი ამ ვიდეო კურსში საუბარი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. წარმატებებს გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ.